Edjak. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებათ EdTalk-ი, ჩვენი ახალი ეპიზოდი, სადაც ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს დღეს. დღეს ჩემთან სტუმრად არიან ფრილანსერები სტუდიაში. ნება მიბოძეთ, წარგიდგინოთ, გიორგი ქუცა-რუხაძე, ფრილანსერი კოპირაიტერი და პავლე გაბრიჭიძე, ფრილანს კრეატიული დირექტორი. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ხართ პირველ რიგში? კარგად აქ. ის არის. კარგი განწყობით. გილოცავ ამ კარგ წარმოუწყებას და კარგი ამბავია რა. დარწმუნებულია ბევრი საინტერესო თემა გაირჩევა ამ მაგიდასთან. კი, ვცდილობთ ფათაშორის ძალიან აქტიურად უყურებთ კამპანიებს და ვაკეთებთ ამ კამპანიების შიდა სამზარეულოს მოკლედ პროცესებზე საუბარს. თუმცა დღევანდელი გადაცემა ცოტა განსხვავებულია. ჩვენ ფორმატი მაინც ესეთი გვაქვს, რომ სააგენტო და ბრენდი ერთად ყვება კონკრეტულ კამპანიაზე, თუმცა მინდოდა რომ უფრო სიღრმეებში წავიდეთ, უფრო მეტი ვისაუბროთ ზოგადად ჩვენს ინდუსტრიაზე და მიმოვიხილოთ საერთოდ ყველა მიმართულება, რასაც მოიცავს ეს ინდუსტრია და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის განსხვავებული ფორმატი, ხო, თუ ფორმა თანამშრომლობის ბრენდებთან, რასაც ფრილანსერობა ქვია და პირველი რაც მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი მსმენელისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს ეს ყველაფერი, დავიწყოთ რაღაცა თქვენი ბექგრაუნდით, ანუ თქვენი იმ გამოცდილებით და იმ გზით, რაც გაიარეთ სანამ ფრილანსერები გახდებოდით და მე ალბათ ამ სიტყვასაც ვეცდებით რომ განმარტოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ უცხო სიტყვების გამო და ვეცდებით რომ ქართული შესატყვისიც მოუძებნოთ მოკლედ ამ მიმართულებას. ვერა ვიღებდი ჩემ თავზე მაგ სიტყვის. ნუ ჩვენ დავანახოთ ჩვენი მცდელობა და დანარჩენი მე უკვე ესე იგი შიდა სამზარეულოზე ყვებოდი და დღეს ის ხალხი ვარ, თუნდაც პირდაპირ მნიშვნელობით შიდა სამზარეულოში მუშაობ. სახში გემრიელად ეგრე სამზარეულოში ვაკეთებ. ხუცა, მოდი შენგან დავიწყებ, საიდან იწყება შენი ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობა? მან არის ეტაპები რა. იყოფა ორ ნაწილად. ერთი როცა კოპირაითერის პოზიციაზე მუშაობა დავიწყე და მეორე როცა გავიგე რომ თურმე ეგ არის რა, იმიტომ რომ მაგაში დიდი ის არის გეპი და ჩვენს იმას ქნა ჩვენ ცხოვრობთ ჩვენს მაყურებელს რა არის ეს კოპირაითერობა, რა ხილია? აუხსნათ, უცებ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ისე აღმოჩნდა, რომ 2014 წელს მე Holmes & Watson-ში გავიგე, რომ თურმე რასაც მანამდე სხვადასხვა ადგილებში ვაკეთებდი, ეგ იყო კოპირაითერის საქმიანობა. მაგრამ ისეთ ახლობით 15 წელია, რაც მაგერს ვედებოდი რა. აქეთ-იქით ხან რამე რქვა, ხან სცენარის გეზახდნენ, ხან რაღაცა მაშინ კრეატივი შემოვიდა სიტყვა და ხან რაღაცა მაგ და მე თურმე ამ თელ ინდუსტრიაში თავისი პოზიციებია რა და ამ პოზიციას თურმე ეს ქვია. ხო და კოპირაიტინგს ფაქტობრივად ლექციებს უთმობ იმას, რომ რაზეც დაფუძნდა, იქიდან ცოტა გადავხაროთ სხვა მხარეს. ანუ რეალურად არის ტექსტუალური იყო, იმიტომ რომ რაღაცა იმ პერიოდში, როცა ეს რაღაცა ოგილი ჰოპკინსი და გენიოსი ადამიანები იწყებდნენ, მაშინ ეგ ინდუსტრია ძირითადად ბეჭდური რეკლამა იყო. თუმცა დღეს ჩემთვის და ნუ ბევრი ჩემი მეგობრისთვის, კოლეგისთვის თავარი იდეის გენერატორი არის რა. ეს არის ადამიანი, ვინც იფიქრებს იდეას და რეალურად გადათარგმნის რაღაც ამოცანას, რომელიც ბრენდს აქვს, იმენაზე, რასაც ადამიანები კარგად გაიგებენ რა. იმიტომ რომ ტექსტი რიგ შემთხვევებში არ გამოეცალა. იმიტომ რომ შეიძლება იდეა მოიფიქროს, ეს არის სიტყვა არ წერია და არც ითქმის და აი კოპირაითერის ნამუშევარი იყოს და შემდეგ უკვე არ დირექტორის მოპირკეთებული, გალამაზებული, გაკოხტავებული და მიწოდებული, მაგრამ იდეას ამბობ რეალურად რა. მაგიტო სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად აი ტექსტია, სგან ცოტა უფრო მეტად დავანახო, რომ კი, იარაღია ცალსახად ერთ-ერთი მთავარი კოპირაითერის რომ როგორც წერა, ისევე როგორც რაღაცა არ დირექტორის ხატვა მაგალითად, მაგრამ რასერ ეგ არის მთავარი. იმის მოფიქრება მთავარი რა არის დასაწერი.
და სირთულეს მანდ არის. და აი ჰომსებში რამდენი წელი იყავი და ჰომსებში ვიყავი 9 წელი ზუსტად 2014-დან 2023 წლამდე. ანუ იყო ისეთი რა, რეალურად მანდ გავიგეთ. ან ისეთ ადამიანებთან ერთად მუშაობდი, ვისაც კარგი დიდი გამოცდილება უკვე ქონდა. პატარა არ ვიყავი, სხვათა შორის მოვიდი 27 წლის ვიყავი, თუ სწორად მახსოვს. და აი ეგ რაღაცა ენერგია, ის გარემო, ეს ამდენი გამოცდილებები, რომლებიც ამ ადამიანებს ჰქონდათ, რაღაცნაირად ეგ უცებ მოგეხმარა რა, რასაც აი ესე გამართლება ქვია მაგას, როგორ ადამიანებთან მოხვდები და რამდენად ერთი რამდენად კარგად იციან საქმე და მეორე რამდენად კარგად შეუძლიათ რომ ჩაქრთონ და გადმოქცენ ეგ ცოდნა რა, იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანია რა. კი ბატონო, პავლე, შენ რას გვეტყვი შენს ბექგრაუნდზე? ჩემი საქმიანობა ამ სფეროში დაიწყო 2014 წელს ლივინგსტონიდან. თავიდან მივედი როგორც რეკლამის მენეჯერი, ეგრეთ წოდებული advertiser-ი. 6 წელი ვიყავი დაახლოებით ლივინგსტონში და მე დროთა განმავლობაში სხვადასხვა წელს შევიცვალე პოზიცია. ვიყავი სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელი, მე შემომიერთდა სოციმედიის გუნდიც და უკვე სარეკლამო განყოფილების და სოციალური მედიის ჯგუფის ხელმძღვანელი და ბოლოს უკვე ვიყავი კრეატიული დირექტორი. და 2020 წლის ბოლოს უკვე წამოვედი ფრილანს სამყაროში დამოუკიდებელ კრეატიულ დირექტორად. ოკეი, ან პანდემიამ გიბიძგა ესე იგი ამ ნაბიჯით გადადგეს. ხო, პანდემია იყო ერთ-ერთი მთავარი იმპულსი, რამაც გადამაწყვეტინა, პლუს ცვლილების საჭიროებამ, რაღაც დონეზე ვფიქრობდი, რომ უკვე ერთ ადგილას ვიყავი და რაღაც სიახლე მჭირდებოდა ასევე ფიზიკური და მენტალური დასვენება და ფრილანს სამყარო, ასე ვთქვათ, მაგის უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევდა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, როგორც თქვი, კრეატიული დირექტორის პოზიცია მეკავა ლივინგსტონში და საკმაოდ დიდი გუნდი იყო ჩემ ქვეშ და შესაბამისად გარკვეულ სტრესთან, დატვირთულ მუშაობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და მჭირდებოდა უფრო მეტი თავისუფლება და ასე ვთქვათ, განმუხტვა ცოტა ამ ყველაფრისგან. მოდი რო აუხსნათ, შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში, აი რა არის ეს ფრილანსერობა ზოგადად და რა ხილია. ეხლა თქვენ მაინც ცოტა განსხვავებული ფლოუ გექნებათ, დარწმუნებული ვარ მუშაობის ნაწილში, სანამ უშუალოდ სამუშაო პროცესზე გადავალთ, აი თქვენ როგორ განმარტავდით რა არის ფრილანსერობა საქართველოში? ნუ ზოგადად შეიძლება რომ ჩვენ ინდუსტრიაში ვთქვათ რა. იგივე სკეთება რეალურად მარტო ეგარი ფრილანსერობა. ნუ არა, მაგ სააგენტოებს შევეხეთ და მაგაზე ალბათ ყველა შევთანხმდებით, რომ ორივე არის სპორტი, ცალსახად რაღაცა თან მიყვარს განსაკუთრებით ფეხბურთი და ხშირად შემომედარება ხოლმე. ორივე ცალსახად სპორტია, ორივე საოცარი აზარტი და ზოგადად ეს საქმიანობები, რასაც პავლე აკეთებს, რაც მე ვაკეთებ, შენ აკეთებ. მგონია რომ იმ კატეგორიაში გადის, რასაც მარტო ბენეფიტების გამო გაგიჭირდება რა, ანუ აი მარტო კარგი ხელფასის გამო, სტატუსის გამო რა, გონებრივი სამუშაოში ერთ რთული არის, ძალი დაფიქრო თავი არ ქსიამოვნებდეს. აუცილებლად უნდა გიყვარდეს. ანუ რაღაცნაირად მაგ კატეგორიაში გადის შემთხვევაში, რომ რაღაცა ეგ აზარტი უნდა ხიბლავდეს რა და ორივე ეგეთი აზარტულია, უბრალოდ ის არის გუნდური სპორტია, ისე ფეხბურთია. ამასინად ვამბობდი მაგაზე, ეს რაღაც ინდივიდუალური სპორტია. აქ მარტო ხარ. რაღაცებში პლუსია და მაგაზე ალბათ დღეს ბევრჯერ ვილაპარაკებთ, რაღაცებში შეიძლება მინუსიც იყოს ეგ. ჩემთვისაც იგივეა, რაც გიორგიმ თქვა, ერთადერთი როგორ ნაწილში გამოყოფდი, იცი, რომ განსხვავება სად ვხედავ მთავარს, რომ აი როცა საუბრობთ მაგალითად იდეის ფორმირებას, აი იდეის ფორმირების ნაწილში სააგენტო შემთხვევაში არ ხარ მარტო. ხარ გუნდთან ერთად და ერთად ფიქრობთ. ჩემ შემთხვევაში ხა მე როგორი ფორმატითაც მუშაობ ჩემ პარტნიორთან ერთად, რომელიც არის ჩართული ყველა პროცესში, ჩემსავით, ასე ვთქვათ, დუო ვართ.
და შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. იდეიდან აღსრულებამდე და აღსრულების შემდეგ უკვე post production-ი რაც არის. თავიდან ვართ ორნი და როცა უკვე კლიენტი ადასტურებს რაღაც კონკრეტულ იდეას, შემდეგ უკვე ვიმატებთ გუნდში იმ კონკრეტული სპეციალიზაციის და ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებს, ვინც ამ კონკრეტული იდეის აღსრულებისთვის გვჭირდება. იქნება ეს ვიდეო production-ის მიმართულება, იქნება ეს ფოტო გადაღება, თუ ნებისმიერი სხვა რა. ანუ რაღაც ეტაპზე, ასე ვთქვათ, ორნი ვართ და რაღაც ეტაპზე მერე უკვე მრავლდებით და უკვე გუნდური სულისკვეთება აქაც არის. ჩემთვის განსხვავება დიდად არ არის, გულწრფელად რო ვთქვა. ერთადერთი განსხვავება არის, რომ შენ უფრო მეტად გრძნობ დამოუკიდებლობას, უფრო მეტი თავისუფლება გაქვს არჩევანი გააკეთო, რომელ ბრენდს ემუშაო, კონკრეტულ იდეას ან დავალებას მოკიდო თუ არა ხელი, გიზიდავს თუ არა ეს სფერო, გაინტერესებს თუ არა და ეს თავისუფლება გარკვეულ რაღაცა ემოციურ და მენტალურ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული. გულწრფელად რო ვთქვა, ეხლა მე პირადად ლივინგსტონში მქონდა იქაც თავისუფლების ეგ ხარისხი. ანუ შემეძლო პირადად მეთქვა, რომ აი ამ ბრენდთან მაგალითად არ გვინდა მუშაობა, იმიტომ რომ პირობითად რაღაც მორალურ არ ღირებულებით პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა თავისი, არ ვიცი, რაღაც განცხადებებით ან ქმედებებით. თუმცა ეს გულწრფელად რო ვთქვა, სუბიექტურად მაინც ვითვალისწინებდი, რომ მე მარტო არ ვარ, ამხელა კომპანიაა და შესაბამისად უფრო მეც ვაძალებდი თავს, რომ შემესრულებინა ეს თუ ის საქმე, რომელიც შეიძლება დიდად არ მაინტერესებდა იმ მომენტში. ხო, ნუ ეხა პრინციპში შევეხეთ ამ განსხვავებას სააგენტოსა და ფრილანსერობას შორის. ანუ აი თუ ყოფილა ესეთ შემთხვევა მაგალითად, რომ აი გინატრიათ, რომ აი მოგნატრებიათ სააგენტოში მუშაობა მაგალითად. აი ხო არა ფრილანსერი, აი გამიგია მე მაგალითები, რომ ფრილანსერები გახდნენ, მე რაღაც ეტაპი, რაღაც დრო გავიდა, მე და მე ვთქვამთ, რომ იცი რა არის, აი ცოტა დავიღალეთ ამ ფრილანსერები და ისევ სააგენტოს ცხოვრებას მინდა რომ დაუბრუნდე. აი ეგ მომენტი ხო არ ყოფილა. მე ლივინგსტონი იმდენად მიყვარს, რომ ვამბობ იმას, რომ არასდროს არ დამავიწყდება, ყოველთვის ის რაღაცა წარუშლელი კვალი ექნება ჩემს ცხოვრებაში თუ კარიერაში და ბევრჯერ მომნატრებია, თუმცა არასდროს არ გამჩენია უკან დაბრუნების სურვილი. არა იმიტომ, რომ იქ არ მომწონდა ან რაღაცა მიუღებელია, უბრალოდ მგონია, რომ ის რაღაც ეტაპი იყო, დავხურე და ეხა სხვა ეტაპია. და შესაბამისად, აი ფრილანსერობას აქვს ეგ ცოტა გამოწვევა, რომ ხანდახან გაკლია სოციალიზაცია თანამოაზრეებთან. რაღაც ეტაპი მაინც გიწევს მარტო, აი როგორც გიორგი თქვა, სოლო მებრძოლი იყო და ეგ დანაკლისი გაქვს, იმიტომ რომ გუნდურობას თავისი პლუსი აქვს, თუმცა თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, იმიტომ რომ ხარ ძალიან ბევრ ადამიანზე დამოკიდებული. მის ჩართულობაზე, მის პასუხისმგებლობაზე, мотиваციაზე და ასე შემდეგ და ჩემთვის მაგალითად საქართველოში ყველაზე კრიტიკული ნაწილი ეგ არის ხოლმე, რომ ხალხს აქვს პასუხისმგებლობის ნაკლები გრძნობა და შესაბამისად შემოქმედებით ინდუსტრიაში ეგ განსაკუთრებულად ჩანს, იმიტომ რომ ხარ ძალიან დროში შეზღუდული, გჭირდება რომ ძალიან სწრაფი რეაგირება გააკეთო ამა თუ იმ საკითხზე და შესაბამისად, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, ათმაგდება ეს დამოკიდებულება. ფრილანსერობას პირიქით ეგ აქვს, რომ ანუ შენ თავად ხარ, ასე ვთქვათ, ყველაფრის მაკონტროლებელი და უფრო ეფექტურად მართავ მე ამ ყველაფერს. ასე თქვა. ხელები ამიწევი. ეგრეა. ხო, რა, სხვადასხვა აი პასუხისმგებლობა ახსენა პავლე და ეგ რაღაცა კუთხით, აი თქვათ, სააგენტოში პასუხისმგებლობა გაქვს ის, რომ მართლა მარტო არ ხარ ამხელა გუნდია და აქეთ თითქოს კიდე იზრდება ეგ, იმიტომ რომ ანუ იქ ვერ გაგეპარება რაღაცა რა, იმიტომ რომ ამდენი ადამიანია ჩართული. დადებითი გადის. ისი რა არის გააჩნია შენ რამდენად მზად ხარ მაგისთვის, თორე შეიძლება ზანუარყოფითი იყოს. მაგრამ შენ ზუსტად რაღაცა მომენტი და დრო უნდა მოიტანოს ჩემი აზრით რაღაცა ფრილანს და მარტო მუშაობაზე გადასვლა რა, იმიტომ რომ პირდაპირ ესე ვთქვათ რაღაცა მე რო გადავხედო ჩემ თავზე ვიძახია სხვაზე არა, 2 წელი ჰომსში გატარების მერე საერთოდ არ ვიყავი ხა იმისთვისაც რომ მე რაღაცა მეკეთებინა საკუთარი თავის გამოცდასავით არის და ეგეც გაინტერესებს. ანუ რაღაცა ახალი ეტაპი არის სწორად აღნიშნა, რაღაცა სხვაზე გადადიხარ რა. თუმცა ის მონატრება ეხლა არსად არ ქრება რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვისაც სააგენტოში მუშაობა გამოუცდია და ზოგადად სააგენტოს ეს გარემო უნახავს,
ერთი სახლში იყო პირდაპირ მნიშვნელობით ომსი და ოფისი და მართლა გაცილებით დიდი დრო გაკატარებული იქ, ვიდრე საკუთარ სახლებში ადამიანებს და გაერჩილება არ მოგენატროს რა. არა, არეული არის, თან ახლა ხვდებით 14 იქ პირიქით ტრენდი იყო, რომ უნდა გემუშავა გვიანობამდე და ღამენათევი უნდა ყოფილიყავი და კუძინარი სახით. და აი ეგ თვითონ ეგ ადრენალინი მე ისე იმ გუნდურობას და რაღაც მატჩია რა თითქოს აი რაღაც ის ყველა შეხვედრა ყველა პროექტი არის რომ რაღაც ეს გუნდი მემზადებოდა და გავიდა და მატჩდეი არის რომ მიდიხარ შეხვედრაზე რა ეგ არსად არ ქრება ეხა მართლა ეგ განსხვავება მეც არ არის მარტო ხარ თუ ისე ხარ იგივენაირად აკეთებ თუმცა მაგალითად კოპირაითერის გადმოსახედიდან არის როგორ რაღაც არაერთხელ მინახავს ეგეთი ძალიან სასიამოვნო რამე რომ რაღაც მოიფიქრე, გიწერია ბლოკნოტში, მოგწონს და უსებ აი ეს ხალხი აქეთ-იქიდან ბახ დააშენა და რო ხვდები რომ ანუ აი გაცილებით უკეთესია რა ვიდრე შენ რომ მოგწონდა შენ ბლოკნოტში ამ შენმა გუნდმა უსებ აი ყველაფერი უკნა რა. თუმცა ეგ აი მაგალითად რა ფორმატს მოყვა პავლე მერეც შეგილია რომ თქვა რაღაცა შეიძლება დუოც არ იყო და მარტო იყო, მაგრამ იქ ვიღაცა გოლები შემოდიან, რომელ გოლსაც მაინც შემოაქ თავისი ხიბლი საბოლოო ჯამში. ხო, სხვა ის არის, ცოტა იმისავით არის რა, სკოლა რო თუმცა მეორე ვარიანტი არსებობს სკოლაში წადიო რო დილით რო გითხრან, აღარ წახვიდოდი რა. ეგეც არის თორე. სკოლა მოგენატრება. ხო, ანუ ერთი, ეგეც არის შენ როგორც ამბობ რომ რაღაცა იტყვი იდეას რაღაც, მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება ხოლმე რომ შეიძლება შენ რაღაცა იდეა მოგწონს თქვი, მაგრამ ამ ფორმირებაში ისე დაკარგოს ის რომ და სხვანაირი ფორმა შეიძინოს და შენ იძულებული ხარ რომ ყველა ადამიანის აზრი მოისმინო, გაითვალისწინო, მე გაყვე კრეატიულ დირექტორის აიდეა კილერები არსებობს ესე ტერმინი და პირველი რომ იმას კითხულობ ვინ არიან შენი მეწყვილე არის პირველი ეგრე ახსნა ეგეთი აქვს რომ ვინც აი ცოტა ისეთია რა იცი აი პირდაპირ შენ აღდგინებული იდეაზე ხო მეტის გატანა ჭირდა მეტს უნდა მოეწონოს თან ისეთ ხალხს უნდა მოეწონოს ვინც ერკვევა ამაში ესენი ის ხალხი არ არის ვინც არ იცის რა მაგას თავისი პლუსიც აქვს ანუ რეალურად თუ შენ დარწმუნებული ხარ შენ იდეაში და თუ სათანადოდ იბრძოლებ იმ გუნდთან შენ ისეთ მზად მიდიხარ მე ბრენდთანაც და მომხმარებელთანაც რომ უკვე აღარაფრის აღარ გეშინია და თუ შენ რაღაც ეტაპზე დათმე გუნდთან ანუ შენც არიყავი დარწმუნებული და შენც დაინახე ის ნაკლოვანებები და თავისი პლუსი აქვს მაგ ყველაფერს. ანუ თავარია შენ გჯეროდეს და თუ სათანადო ძალისხმევას ჩადებ ამ იდეის გატანაში, მქონია არაერთი მაგალითი მაგის, რომ ვერ დამინახავს რაღაც კონკრეტული იდეის სიკარგე და ამ კამათში გუნდურ მსჯელობაში დამინახავს და პირიქით, სხვას ვერ დაუნახავს, მე დამინახავს და იბრძოლია იმისთვის, რომ მე გუნდსაც დაენახა. ხო, ეგ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და ალბათ ეგ არის გამოცდილება რა საბოლოო ჯამში. ეგ აიცი ხა წიხლით ჩამისვამს რაღაცა ხო ეს აი გინდა თუ არა უნდა წავიღო მაგარია და რო გეუბნებიან რა შენები რომ ის არ არის რა ეგეთი რა და საბოლოო ჯამში მიგაკ და იქ აღმოაჩინა რომ მართლები იყვნენ ესენი და სწორად გეუბნებოდნენ მაგრამ ხო ეგეც უნდა ნახო ყველაფერი უნდა ნახო ბუნებრივი სამუშაო პროცესია ხო ანუ ჩვენი მსმენელის ვინც ახლა სტუდენტები არიან მათ გასაგონად ვიტყოდი ეგეთ რაღაცას რომ არ არსებობს ამ ინდუსტრიაში იდეალურად გაკეთებული რაღაცა პროცესები ანუ იმდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული ყველა ეტაპზე კლიენტ კომუნიკაციიდან დაწყებული კამპანიის აღსრულება დამთავრება ჩაბარებით დამთავრებული რომ ანუ გამორიცხულია რომ რაღაცა არ შეგეშალოს მაგრამ აი ეს წლები რასაც ახლა თქვენ ყოფით 2014-დან მოყოლებული ანუ ეგ არის რაც მე გამოცდილებ იძენ და შემდეგ უკვე ცდილობ რომ აღარ დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა შეიძლება ეგ რო არ მაგის აღქმა რო არ კონდეს დავიღუპებოდ პირდაპირ მნიშვნელობით ანუ აი ხა თუ ჩავწექით აქ ეხა ჩვენ რა დავიწყეთ აღარ უნდა გავაკეთო მეტი აი ეს პოზა თუ მე დამთავრებული არის ხა აი შეცდომებთან ერთად ვიტყვი კიდე რომ სულ გვიწევს კომპრომისებზე წასვლა და რას გულისხმობ ამ კომპრომისებში იმდენად შეზღუდულ ვადებში და შეზღუდულ ბიუჯეტებში გვიწევს ამ ინდუსტრიაში საქმიანობა, რომ
იმ მომენტშივე შეიძლება ხვდებოდეთ, რომ რაღაცა არასწორია, ან რაღაცა უფრო უკეთ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. და იგიც არის. ყოველ ჯერზე, როცა აი მჰმ. კამპანია დასრულდება, მე პირადად მაქვს ხოლმე გულწრფელად ვამბობ, განსა რომ აი რა კარგად შეიძლებოდა ამის ესე გაკეთება. აი მჰმ. აქ რო ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა ჩაგვედო, ან უფრო ეს ცოტა სხვანაირად გაგვეკეთებინა, სულ მაქვს ეგ. მჰმ. მაგრამ გარემოებებს ვერ გვევით საბოლოო ჯამში რა, ანუ შეიძლება ჩვენი გამოუცდელობით, ჩვენი ნაკლები ცოდნით და იმ გარემო ფაქტორებით რაც აღვნიშნე, ამის გამოწვეულია ეგ ყველაფერი, მაგრამ აი შეცდომები და კომპრომისები. ჩვენი ცხოვრების აი ყოველდღიური პროცესია. კი მე მგონი ანუ იდეალურად მაგას 90% ეგ არის კომპრომისი. კი, ანუ ამას ვეხმიანები ზუსტად, რომ იდეალურად გაკეთებული კამპანია მგონია რომ არ არსებობს, იმიტომ რომ არასდროს არ მაქვს მაყოფილება აი 80%-ზე ზემოთ. მჰმ. არასდროს. ხო, მესმის. მინიმუმ რაღაცას დაამატებდი, მინიმუმ რაღაცას ყოველთვის. სხვანაირად დიზავდი. რაღაც ხო ის რომ გადახედავ ძველ რაღაცებს, რაც ცოტა რო გწხვენია ეს რამ გამაკეთებინა. აი, აი ვარიანტია, როცა ის გაქრო, აი ეს ესე რომ ექნა და უფრო გადასარევი გამოვიდა და მაგრამ აი არ იცი რა. ხო, და კომპრომისი. ეგ არის, ხო, და ეგ განვითარებას ეგ აზარტიც მე უფრო ვითარდება რა. მჰმ. რეალურად. იცი რა მაინტერესებს, აი სააგენტოებს გვაქვს ხოლმე, სანამ რამე იდეაზე დავიწყებთ მუშაობას, სანამ ბრიფს მივიღებთ, ესე რომ ვთქვათ, ნუ აცაგის წევრი ვინც არის, ნუ მათ ასე ვთქვათ შეთანხმება გვაქვს ესეთი ერთგვარი, რომ კომპანიებს ვეუბნებით security fees, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზღვევთ თავს იმისგან, რომ ჩვენ რო იდეებს მოუყვებით კომპანიას და მას რომ არ მოეწონოს არც ერთი იდეა და გადაწყვიტოს სხვა სააგენტოსთან გააგრძელოს თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში ჩვენი დახარჯული დრო, რესურსი, ეს ინტელექტუალური რესურსი, რაც დაიხარჯა აი ამ შეთავაზების მომზადებაში, დავაზღვიოთ, ესე რომ ვთქვათ, ფინანსურად და ნუ ეგეთი წესი გვაქვს. ნუ ხა რამდენად იცავს ყველა კომპანია, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში რა თუ არსებობს security fee, რომელიც აი ფრილანსერის შემთხვევაში შეიძლება ცოტა ბრენდისგანაც ცოტა ისეთი მიდგომა იყოს რა, უფრო მარტივად გითხრას, რომ აი არა და სხვაგან წავედი და რაღაცა. მოგითხარ, იგივეს ვაკეთებ თქონთ მარტო რა. კი, ყოველთვის. ანუ რა აი თქმა უნდა. კონკრეტული განფასება რაც არის პროექტზე, ანუ იდეაზე იქნება გააჩნია რა არის დავალება. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ყოველთვის ვამბობ, რომ მინიმუმ 30% არის security fee. ისე არ ვიწყებ არც ერთ პროექტზე მუშაობას. და როგორ ხვდებიან ამ ფაქტს? საკმაოდ ჯანსაღად. ის, ანუ არ მქონია შემთხვევა, რომ ამის გამო ვინმესთან გაპრობლემებულიყო ურთიერთობა. პლუს ამას არის ხოლმე, რომ შეთანხმებაში შეიძლება შედიოდეს, რომ ორი კონცეფციის წარდგენა. და შეიძლება ახსულდეს ერთ-ერთი, მაგრამ მეორეზე უფლება ისევ რჩება ავტორს, ანუ ჩვენ და კლიენტის მხარეს არ გადადის. უბრალოდ მას ხო, არჩევანის შესაძლებლობა აქვს უბრალოდ და რომელსაც აირჩევს, ის ხდება მეორე უკვე იმისი საკუთრების ნაწილი და security fee ამის მგონია რომ ეგ კულტურა ნელ-ნელა გამომუშავდა უკვე და დამკვეთით აცნობიერებს მაგას რომ სხვისი ინტელექტუალური შრომაა და შესაბამისი დაფასება ჭირდება მაგ ყველაფერს. რამე გაძრომით ცდილობები ხო არ ყოფილა? არა, აი სხვადასხვის მართლა ძალიან შემოვიდა ეგ კულტურა, მე ყოველ შემთხვევაში სხვანაირად ფაქტურად შემთხვევა არ მქონია რომ ყოფილიყოს და არც ის შემთხვევა არ მქონია არც მე რომ ვინმე ამას ვაუ ეგ რა არის რაღაცა და რო არ მომეწონოს არ ყველა ხვდება რომ რეალურად ჩვენ მუშაობ და თქვა თუ უკმაყოფილოდ არჩევა რაღაცით პირველ რიგში შენ არ გინდა რომ ეგრე მოხდეს და შესაბამისად შენ აუცილებლად ბოლომდე იხარჯები იმიტომ რომ პირველ რიგში შენ ინტერესებში არის ეგ და მეორე თუ თქვა მაინც და ეგრე მოხდა აღარ მოვა რა ბოლო შენთან მაგრამ ის შენ რო იმუშავე ეგრე ჩემი დაკვირვებით უფრო სააგენტოებთან აქვთ ეგ დამოკიდებულება და რატომ? იმიტომ რომ მაინც ბევრი თანამშრომელი ყავს, დრო აქვთ, კომპანიის აღქმა ეგეთი შეიძლება იყოს, რომ აი მაინც იფიქრონ და თუ არ მოგვეწონება, ამ შემთხვევაში არ გადავიხდით. და ხო, აი სააგენტოებთან დაჩაგრულები ვარ. ხო, ინდივიდუალურად როცა ეხება ადამიანს და ხედავენ, რომ ამან უნდა იშრომოს და შესაბამის სამუშაო უნდა გაწიოს, ეს აღქმა ყოველ შემთხვევაში მე არ მქონია გამოცდილება.
აი მე მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში ბრენდს უთქვამს, რომ იცი რა არის ტენდერია, ოღონდ აი სახელმწიფო ტენდერს არ გულისხმობ, ანუ ზოგადად ტენდერია, გვავილაპარაკებით 5 სააგენტოს და აი სამწუხაროდ აი ვერ გადავიხდით, 5-ვე სააგენტო security fees ხო ვერ გადაუხდის რა, ფაქტობრივად კამპანიის ბიუჯეტია ეხლა რა. ამბობს რომ იცი რა არის, რავი, აი თუ გინდა მიიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ აი ვიღაცა 2 სააგენტო ჩაულებრივად მოიღებს მონაწილეობას რა, ოკეი, ანუ ის ამაზე. ანუ რაღაც კუთხით ჩვენ თითქოს ვიჩაგრებით, იმიტომ რომ სხვები შედიან ამ ტენდერში security fees გარეშე, მაგრამ ჩვენ რაღაცას ვცდილობთ რომ კაცრად დავიცვათ ეგ კულტურა, რომ იქნებ სააგენტოებიც მივიდნენ მაგამდე, რომ კომპანიებმა გაიაზრონ, რომ ადამიანებს რომ აფიქრებ, ამუშავებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგეწონოს მისი კონცეფცია, იდეა და აირჩიო მე-6 სააგენტოს იდეა, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ამაზე დროს ხარჯავენ, რესურს ხარჯავენ, ინტელექტუალურს თუ ფიზიკურს და საჭიროა უბრალოდ ამ ადამიანებს მე მგონი მარტივი ტესტი შრომა უნდა ეგ არის. ყველა სააგენტომ თუ ფრილანსერმა უნდა დააფასოს თავად თავისი შრომა და შემდეგ დააფასებს ინდუსტრიაც და შესაბამისად დაალაგდებოდა ეგ საკითხი. აი მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. სოლუშენი მოფიქრებულია, ეს საკითხი დახურული გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ანუ გამონაკლისი თუ იქნება, ისი როგორ უნდა წესსა დასტურებდეს, რომ დანარჩენი ყველგან ეგრე არის და ვა, მარტო ამასთან. არა ხო, ნუ ეს არის ჩვენი საქმე რა. ეგ კიდე უფრო ამოიწია და გაძლიერდა მაგის ახმა სალსახად. რა რომ რაღაცა რეკლამის კეთება, რა ქვია, რაღაც თამაში არ არის და რაღაცა ხო რა, აქ თან პინგ-პონგს თამაშობენ და თან რაღაცებს ფიქრობენ და მე ამ რაღაცებს მიდიან და ანუ ძალიან შრომატევადი საქმე. აი ვინც თქვა არ არის ჩახედული და ცოტა ესე უყურებს თან რაღაცა თამაში, კი, თამაშია იმ გაგებით, რომ უბრალოდ აზარტი აქვს სხვანაირი და მართლა ერთობი სხვა შემოქმედებითი კუთხით, მაგრამ სერიოზული პასუხისმგებლობა გაღებული ჯერ ერთი. დავიწყოთ იქიდან, რომ რაღაცა შენი ჩაჯღაპნილი ბლოკნოტში და რა ქვია სადღაც დაფაზე მილიონ ადამიანს ელაპარაკება, მე მაგას ეუბნება ბრენდი. ამას ხო ვაცნობიერებთ ყველა ეს ჩვენთვის კი გვიყვარს და ეს რაღაცნაირი დეგეთი არის და შეიძლება მართლა ბავშვური სილაღით აკეთებდე მაგ ყველაფერს, მაგრამ ის არასდროს არ დაკარგულა არავისთან და ვისთანაც დაიკარგა უბრალოდ შეიძლება აღარც გაუგზელებიან საქმის კეთება, რომ ეს სერიოზული საქმეა, სერიოზულად ადგება ბრენდსაც, მე რაღაცა მარტო პროდუქტის გაყიდვაზე ხო არ არის, რაღაცა ურთიერთობები იქნება, რომელიც მე შეიძლება ძალიან სოციალური კუთხით გამოდგეს და სხვა რაღაცნაირი სათქმელები შემოიტანოს. ეგეთი საქმე არის. და რეალურად ამაზე ფიქრი უნდა იყოს ყველანაირი მითი რა ქვია გაგებით დაფასებული ძალსახად რა. კუც აი რაღაცა ბუნებრივად შევეხეთ იმ თემას, რასაც მინდოდა რომ გადავსულიყავი უშუალოდ პროცესზე როგორ მიმდინარეობს, ხა ძალიან საინტერესო. ნუ კაი, თქვა გადაიხადა კომპანიამ security თანახმა და მას გადაწყვეტილი აქვს თქვენთან მუშაობა და მე ხა როგორც წარმომედგენია, ალბათ განსხვავებული მიმდინარეობა ექნება ამ სამუშაოს, აი რომ მოვიდა კლიენტი, რას სთავაზობ, ანუ შენი პირადი პროდუქტი რა არის ამ შემთხვევაში, ხო, ნუ აი სააგენტოსი ვიცი რომ ეთქვი რაღაც კონკრეტული სერვისები გაქვს და რომელიღან ბრენდინგს აირჩევს ან რაღაც კამპანიაზე მუშაობა და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევაში რა არის ის, რასაც აწვდით ამ და ამ კომპანიას და როგორია თვითონ ეს სამუშაო პროცესი? რა ხანგრძლივია? რამდენიმე გზა არსებობს მათ. პირველ რიგში ყველაზე თქვათ გავრცელებული რაც არის რომ კონკრეტული ან პროდუქტის ან საიმიჯო კამპანია უნდა და რეალურად ამის big ideas ეგრეთ წოდებულ თავარ კონცეფციას უფიქრებ და რაღაცა თქვათ ორ ვერსიას თავაზობ და რაღაცა პერიოდამდე ჩართული ხარ. თუ საჭიროა production-ზეც, თუ ანუ აღსრულებაზეც, თუ არა და თუ იქამდე ისე მიიყვანო ყველაფერი გასაგებია და შესაბამისი ადამიანები ჩაერთო, მან ნიშლები. არის რომ კითხები ქუცა შეგაშერებ. ბრიფით მოდიან თუ ბრიფს შენ უკეთებ? არა, ბრიფით მოდიან რა. ბრიფით მოდიან. ეს ძალიან კარგი კლიენტებთან მუშაობს მე მგონი. ყველაფერი იდეალურად აქვს ადამიანს დავაგებული. ბრიფით მოდიან, აი ახლა პრობლემასაც შემოვიდა. ოკეი. ამან თუ გაგაჟო როგორი ბრიფით მოდიან, ბრიფით მოდიან. ამ ბრიფზეც მიდის საუბარი და რაღაცნაირად
ხშირად მიწევს ეგ ნახდათ რომ რაღაცა კონკრეტიკები და უბრალოდ არ ეწეროს რომ აი ყველამ გაიგოს რომ მაგრები ვართ აიგაც იხვირე და მოგისმენ რაღაცები არის რაც გასათვალისწინებელი არის ბრიფში და მე იწყება მუშაობა არის შეიძლება ვიღაცას მხოლოდ ნეიმინგი უნდა ანუ სახელის დარქმევა თავის პროდუქტისთვის შეიძლება ვიღაც უნდა მაგალითად არის ეგეთი ცოტა არაკონკრეტული აი რაღაცა საკომუნიკაციო გეგმა რეალურად ცოტა კრეატივის ელემენტებით, მაგრამ არაკონკრეტული სცენარი ვიდეოსი. არამედ თქვათ რაღაცა მთავარი კოლგარა უნდა იყოს მისი აქტივობების და სხვა შორის ეგ იყო ჩემი ბოლო გამოწვევაზე გადასვლის გზა, რომ დავიწყე მე და ჩემო მეგობარმა ალექსანდრე გაბუნიამ ერთ წელია სტრატეგიის კეთება. და ეს ყოფილა კიდევ უფრო რაღაც საოცარი აზარტი. იმიტომ რომ აქამდე პირიქით ქონდა შეხება, რომ შიგნით რა თქმა უნდა ჩვენთან სტრატეგიას უკეთებდით ბრენდებს და მე კომუნიკაციაზე მუშაობდით. უჩა ურუშაძე იყო ჰომსის strategic head-ი და მინახავს როგორ კეთდება რა თქმა უნდა და ეგ აზარტი, მაგრამ უფრო ამაზე აფუძნებდით ხოლმე კრეატივის განყოფილება, რა უნდა ყოფილიყო უშუალოდ უკვე გარეთ როგორ გასულიყო ეს ყველაფერი. აი ეს უკანიდან დაწყება კიდე ცალკე აზარტია. ანუ ეგეც დავემატა. არის ხოლმე რა არის რომ უბრალოდ რაღაცა მესიჯი უნდა მაგარ, სლოგანი ჭირდება. აი მარტო ეგ გამოცდა და მოგიყვება ყველაფერს და საინტერესო სამუშაო სხვა შორის ეგ რომ აი შენ რაღაცა 1 2 3 4 თუ რამდენ სიტყვაში შენ უნდა გადმოსცე მთელი თქვენი ორი შეხვედრა. რაც ამ ადამიანებმა მოგიყვნა საიდან დაიწყეს, როგორ მივიდნენ და ასე შემდეგ. ეს არის ის რაღაცა მთავარი ამბები, რაშიც ასე ვთქვათ, თამაშობ. სხვა შორის ფრილანს ახასიათებს ერთი ალბათ უფრო მინუსია ვიდრე პლუსი, ანუ გიჭირს უარის თქმა. ანუ ამ რაღაცა სისტემიდან რო არ ამოვარდე, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა მართლა რაღაცა ძალიან მიუღებლობა თუ არ არის რაღაცა ამ თემატიკის ან რაღაცის სულ ტონუსში გინდა რომ იყო, ანუ მატერიალური მხარეც აქვს მაგ ყველაფერს, მაგრამ მარტო მატერიალურს არ შენ რადგან ხვდები რომ მარტო ხარ და სახში ხარ, ანუ 1 დაიზარე, 2 დაიზარე, 3 დაიზარე სიტყვაზე აი მარტო ეგ მაგმიზეზით რო შევხედოთ და უსებ რაღაც კუთხით მესიჯი გავუშვი ამ სამყაროში რომ არ ქცალია. ხა მეზარება ხო არ ეუბნები, იმას ეუბნები რომ თქვა დრო არ მაქვს რა. ხო და დრო არ აქვს. ოკეი, ეს ბრენდების გასაგონად ხუცა თუ გეტყვით რომ დრო არ მაქვს, ესე იგი ეზარება და უთხარი ხუცა, კაი ახლა ნუ გეზარება. აი ეგ ჩემი პროექტი. იქნება გავაკეთე. და მე იწყება უკვე პროცესი რა პროცესის ალბათ ამ ხარეს უკვე ცოტა განსხვავებული არის, ცოტა პიროვნული რაღაცები შემოდის რა. მე მაგალითად მართლა ეხა არავის მინდა იგონოს რომ მე როგორი თავისუფლებას ხოლმე მქონდა მაგას აი ვინმეს კი არა ქვეყანას უსურვებ ის ზოგადად დეოს რომ კარგი იქნება ყოველთვის მაგრამ რა არის მე უნდა მეძინოს აჭი გამოსანა არის რომ მეძინოს დილით არ შემიძლია მე პირველ გაკვეთილზე ნამყოფი არა ვარ ცხოვრებაში მართლა ერთხელ მივედი შემთხვევით რაღაც არის ავირიე რა და უნდა გამოვიზინო. აი ეგეც არის და მაგასაც ღიად ვამბობ, რომ როცა მეუბნებიან რომ 12-ზე უნდა იყოს ქოლი, ვამბობ რომ სამსხვრად ქოლი მაგრამ და ეხლა ამის მერე რომ გულსხმულად ვიტყვი რომ რა არის იმათვის ჯობია რომ მე 2-ზე მქონდეს ქოლი. უფრო გავიგებ რას უფრო კონცენტრირებული ვარ, გაღვიძებული ისე ვარ, ცოცხალი ვარ რა. ეხლა მე ღამე მუშაობ. გვიან ძალიან გვიან 5-ზე მიყვარს, არა ცოტა რომ მოგათენდება. იქ თავისუფლებები ხა კი არავინ არ გამოგაგდებს სააგენტო ოფისიდან რომ 5-მდე აქ ნუ ხარო, მაგრამ მეორე რა არის კიდე იცი ერთი და ურჩევი ამით ამას რომ ჩემი ამოცანა პირადად რომ რაღაცა ეს გამოცდილებაზე რომ ვიცახით რომ 10 წელია, 15 წელია. ანუ დრო უნდა შემცირდეს რამდენ ხანშიც აკეთებ რაღაცას. ანუ ეგ უნდა დაეტყოს რომ ნაკლებ დროს ხარჯავდე რა იგივეზე თუ რა ქვია საათები თუ გინდა 3 მისვლა თუ გინდა იდეის საპოვნელად კიდე რას 10 წლის წინ გჭირდებოდა ნუ სასავიდა ის ალღო რომ უსებ მიხვდე უსებ გაფილტრო უსებ ქნაი ყველაფერი რა და
დაიტოვა მეტი დრო რა იმისთვის რომ რაღაცა შენი პირადი გქონდეს რომ მეტად რაღაცა სხვა რაღაცებს მიედმოედო თუნდაც რაღაცა ცოდნა იქნება, ჰობი იქნება, რა გართობა იქნება და ცოტა იქ დააკომპრესირო რა რაღაცნაირად ისე მოახერხო რომ ეს გამოცდილება გაათაგნო იმაში რომ შენ რავი გინდა გვიან გაიღვიზო, გინდა ადრე დაიზინო, რაც გინდა ქნა, გეყოს შენი ცხოვრების ის დრო, რომელსაც შენ თვითონ გამოვუყოფ ამას და არა ეს გიკარნახებს შენ რამდენი უნდა დაახარჯო ამას. ოღონდ მან ნუ გამოწვევას არის შენ კმაყოფილი უნდა იყო. კლიენტამდე შენ უნდა იყო კმაყოფილი, მაგის გარეშე ხა. და რაც თავარი ალბათ უფრო სწრაფი უნდა იყო ვიდრე სააგენტო. ხო რა. ხო, ნუ მალე უნდა ქნა. მე მგონია რომ თქო ეგეთი მოლოდინიც არ არის ხოლმე. გააჩნია რა არის სამუშაოს შინაარსი. მე არ მქონია ეგ გამოცდილება რომ ვინმე ელოდება რომ თითქოს ან სულ უნდა გეცალოს ეგ ახმა არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში ანუ უბრალოდ მგონია რომ შენ აცხადებ რა ვადებში შეგილია და შენ წესებს უზიარებ თუ ეს წესები მათთვის მისაღებია შემდეგ ნუ რა თქმა უნდა კომპრომისები ორივე მხარე შეიძლება იყოს რომ ორივე მხარეს ძალიან გინდოდეთ რომ ერთად იმუშაოთ და რაღაც პირობითად თუ გაქვს კონცეფციაზე სიტყვაზე 2 კვირა აი ჩამოხვიდე 10 დღემდე 1 კვირამდე და ეს კომპრომისები გაწიო იმიტომ რომ შეიძლება რაღაც თარიღს იყოს მიბმული რაღაც კონკრეტული კამპანია ამ შემთხვევაში კი მაგრამ ის რომ აი სულ უნდა გეცალოს და ნებისმიერი ასე ვთქვათ დაკვეთა ეგეთი არა ანუ სრაფში გულისხმობს შენთვის არის კაი რომ სრაფი ანუ შენი მხრიდან სრაფი იყოზე გეთანხმები 100% რომ შენ გინდა რომ სრაფად ქნა ყველაფერი თორე იგი ჩათვალე როგორც სააგენტოს ისე გიყო პირველი კითხვა რო გცალია ცალსახად თუ არის ვაფშე როგორ ხარ დროში იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ვერ შეიძლება პავლე შენი flow როგორი ბრენდთან ჩემი ძირად არ განსხვავდება ანუ სტანდარტულად იწყება ხოლმე მოკითხვით კონკრეტული ასე ვთქვათ დავალების გაზიარებით. ჩემ შემთხვევაშიც იყო რა თქმა უნდა, რომ კარგი ბრიფი და ბუტაფორია ბრიფი, რომელიც არაფერს არ ამბობს და თავად გიწევს მე ამაზე მუშაობა და მე უკვე დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაღაც კონკრეტული ტაიმლაინის გაწერა და მე უკვე რაღაცა პატარ-პატარა და რა შედის შენს, ანუ რას იღებენ ისინი შენი რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ, როგორც გითხარით, დუო ვართ, პარტნიორთან ერთად ელენე დანელიასთან ერთად მუშაობ ხოლმე ყველა პროექტზე. ასე ვთქვათ, რომ ჩამოვთვალო კონკრეტული სერვისები, რას ვფარავთ, არის სტრატეგიული ბრენდინგი, ნეიმინგი, შემოქმედებითი კამპანიები და კონტენტ სტრატეგია და კიდევ employee branding. ანუ ასე ვთქვათ, ეს არის კონკრეტული სერვისები, რა დომეინშიც ჩვენ საქმიანობთ. არის შემთხვევები, როცა რაღაცა წერტილოვანი კონკრეტული ერთი სერვისით არის დაინტერესებული ესა თუ ის ბრენდი და არის შემთხვევები, როცა თავიდან ბოლომდე მიუყვებით ხოლმე პირობითად შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს არაფერი, იყოს სტარტაპი, ნეიმინგიდან და სტრატეგიული ბრენდინგიდან იწყებოდეს და მერე გადადიოდეს პირობითად კონტენტ სტრატეგიაში და შემოქმედებით კამპანიებში. და ანუ თუ სიტყვაზე ახსრულების ნაწილი შეიძლება თქვენ მხარეს იყოს და მე უკვე აიყვანოთ ის ადამიანები რომლებიც ამ დიზაინში ასრულებენ ანუ კი ყოველთვის ეგრეა ხოლმე ანუ თუ თანხმდებით მაგალითად შემოქმედებით კამპანიაზე კონცეფციას ჩვენ ორნი წარვადგენთ ვიფიქრებთ ვაფორმულირებთ ყველაფერს თავისი შინაარსი რა როგორ წარმოგვიდგენია თავისი ვიზუალური moodboard-ებით არ ვიცი ქართული შესატყვისი რა არის ვიზუალური ნიმუშებით და ვიზუალური ნიმუშებით ანუ მთლიანად ხედვა ანუ შინაარსობრივი და ვიზუალური იქნება ეს ვიდეო თუ ფოტო თუ ასე შემდეგ და როცა კლიენტი ირჩევს როგორც წესი ორი კონცეფცია გვაქვს ხოლმე მინიმუმ როცა ირჩევს მე უკვე ამ იდეის შესაბამისად ვაფორმულირებთ გუნდს ეს რატო ესეთი ფორმატი რატო გვაქვს იმიტომ რომ კონკრეტული იდეა აქვს რაღაცა კონკრეტული ხო შესაბამისი ახსულება წარმოგვიდგენია და მეტნაკლებად ბაზარზე ვიცნობთ ყველა უმუშავე ადამიანს, ვინ რა მიმართულებით არის ძლიერი, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან ბევრი მაგალითად დიზაინერი გქოს ხო, ძალიან კარგი და კონკრეტულად შენ რაც წარმოგვიდგენია, როგორი ესთეტიკითაც გინდა ამ ყველაფრის ახსულება და ხასიათი, იცი რომ აი ამ კონკრეტულ დიზაინერს, art directors გამოვა ეს ძალიან კარგად. როცა რაღაცა ილუსტრაცია არის, პირობითად ამ ილუსტრატორს გახსენდება, კი, პირდაპირ ეგრე არის და მიბმულია ხოლმე ჩემთვის რაღაცა ვისხედავ ამ კამპანიაში მაგალითად
მაგალითად ბრენდინგზე ვისხედავ და ასე შემდეგ. ეგ თავისუფლება არის ძალიან კარგი აი სააგენტოსთან პარალელი რო გავავლო, აი სააგენტოში ცოტა შეზღუდული გაქვს ეგ თავისუფლება, იმიტომ რომ მეტნაკლებად ვინც არის in-source, ანუ გუნდის შიგნით, იმ რესურსით უნდა იხემძღვანელო. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, არამედ უბრალოდ ვერ გებით ხოლმე ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ თუმცა სააგენტოში არის ხოლმე შიგნით აი მაგალითად ვარ 10 დიზაინერი კი, თუ ეს თავისუფლება არსებობს, ხო, იქაც ააკეთებ არჩევანს თუ თავისუფალი დრო თანხვედრაშია, ხო, იმ ტაიმლაინთან, რაც არის განსაზღვრული და ფრილანსზე უფრო არის ეგ თავისუფლება, ჩემთვის პირადად და უფრო კარგი ნამუშევარი გამოდის საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ როცა სწორად არჩევ ამას ვინც შეეფერება, ოღონდ ამას ინდივიდუალურად მარტო ასე თქვათ ჩვენი მხარე არირჩევს ხოლმე ყოველთვის ყველა რგოლს ვათანხმებ დამკვეთთან. იმიტომ რომ ესეთი დათქმა მაქვს, როცა ფრილანსზე წარმოვედი, რომ არ მინდა ცალკე მე ვმუშაობდე და ცალკე იყოს ბრენდი, უბრალოდ რაღაცას გავუმზადებ და მივუტან და აი ეს არის თქვენთვის შექმნილი რაღაცა ნამუშევარი. თავიდანვე აი პირველ ორ შეხვედრას ძალიან დიდ დროს ვუთმობ იმას, რომ ჩართულობა დამკვეთის და ბრენდის უნდა იყოს ძალიან დიდი და ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და არა მე მივდივარ და მე ვაკეთებ. ანუ თანამონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თანაბრად გადავინაწილოთ რიგ საკითხებზე პასუხისმგებლობა. დამატება ხდები ხო, ცოტა რომ წარმოვიდგინოთ გარე გუნდი, ეგრეთ წოდებული აუთსორს გუნდი ვხდებით და რაღაცა პერიოდით ვეთანამშრომლებით შეიძლება მთელი წლის აქტივობები იყოს განსაზღვრული და ამას ვაკეთებთ ერთად, შეიძლება იყოს რაღაც წერტილოვანი საზაფხულო კამპანია პირობითად. და როცა დამკვეთიც მე ყველა პროცესში არის ჩართული, იმასაც უფრო მეტი თანაგანცდა აქვს, რომ ამ ყველაფრის ნაწილია და მასაც თავისი როლი და წვლილი მიუძღვის და პლუს ამას უფრო სიმშვიდე სუფევს სამუშაო პროცესში, იმიტომ რომ ყველა დეტალს გავდივართ და ვაზუსტებთ და ერთმანეთთან მოყვავს თანხვედრაში, ანუ ასე ვთქვათ, კარგი ტანდემი გამოდის, ასე რომ ვთქვათ და ნაკლები სტრესია და მთელი ენერგია გადადის უკვე შემოქმედებით ნაწილზე და ნამუშევრის ხარისხზე და არა იმაზე, რომ დავსტრესოთ ერთმანეთი, რომ იმას არ მოვწონვარ, ეს ცუდად მემუშავება და ასე შემდეგ. რაც ხშირად არის ხოლმე ჩვენს ინდუსტრიაში. მესმის. იცი რა კითხვა გამიჩნდა, თუ გაქვთ ფრილანსერებს ეგეთი ფუფუნება, რომ თავად აირჩიოთ ვინ იქნება თქვენი კლიენტი. და განსაზღვროთ, აი მაგალითად მოვიდა 10 კომპანია ერთმანეთზე უკეთესები, მაგრამ აი თქვენ აი ხო არის ახლა სააგენტო შეუძლია რომ 10-ვე მე გულწრფელად გეტყვით რომ 10 კლიენტი ერთდროულად არასდროს არ მოსულა ჩემთან. მაგრამ რა თქმა უნდა, უარი მithქვამს არა ბრენდიდან გამომდინარე, ანუ არჩევანი ერთი მხრივ, ნუ რაღაც კონკრეტული ღირებულებით ნაწილს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეგ არის პირველი, ასე ვთქვათ, ფილტრაცია, რომ ამ ნაწილში რა პოზიცია აქვს, შეიძლება საჯაროდ არ კონდეს გამოხატული, მაგრამ ანუ შეხვედრაზე უნდა დავაფიქსიროთ სიტყვიერად, რომ ერთ მხარეს ვართ. მეორე ნაწილი არის უკვე თვითონ იდეა და შინაარსი რას ეხება საქმე და ხო, ინდუსტრია რომ მაინტერესებდეს და ვთვლიდე რომ მე რაღაც საინტერესოს გაკეთება შემიძლია ამ ნაწილში. იმიტომ რომ არის რაღაცა სფეროები, რომელსაც საერთოდ ვერ ვერკვევი და დიდად ინტერესი არ მაქვს და შესაბამისად არ მგონია სწორი რომ მე გავაკეთო, რომელსაც არ მაინტერესებს და არ მიყვარს ეგ სფერო. დამკვეთის არჩევაში თუ ეს იგულისხმება დამკვეთის არჩევაში, კი, ამას აუცილებლად არჩევანს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, რომ მე წავსულიყავი ვინმესთან, რომ აი ეს იდეა მაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის მეუხერხულება. ანუ მართლა მაქვს კონკრეტული ბრენდებისთვის, რომ აი რა კარგი იქნებოდა და ანუ ასე ვთქვათ, მთელი კონცეფცია შეკრული, მაგრამ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ რაღაც საკუთარ არ ვიცი რა ქვია, ალბათ კომპლექსი ქვია მაგ ყველაფერს, რომ სხვანაირად არ იყოს აღქმული, რომ აი მივიდე და შევთავაზო. ყოფილა შემთხვევები, რომ დამკვეთთან როცა თანამშრომლობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამ შემთხვევაში უკვე რაღაც გამოცდილება რო გქონია, ესეთი იდეა გვაქვს თავში და ხო არ დაინტერესდები, ესეთი ქმედება განმიხორციელებია, მაგრამ აი მოწმენდილცაზე რომ აი გამარჯობა მე პავლე ვარ და კარგი იდეა მაქვს, ესე არა. და მე ხა იცი რა დავამონდო, გამარჯობა პავლე ვარ და ვარ მივალ და ეხა თქვა ამ ლუდზე ან რაღაცაზე ხარ პროდუქტები და მე ისინი მოვლენ რომ გეტყვიან რომ
აი იქ რო თქვი რომ ლუძეო რაღაცა რა მეგობრებო იდეა ფერიდება მოსვლა. კუცა შენსკენ რა ამბავია მაგ მიმართულებით? აი წუნია ფრილანსერი ხარ თუ? ანუ დიდად არ ვარ წუნია ფრილანსერი, გამომდინარე იქიდან რომ აი წეღარასას ვიზახდი რა. მაგის ფუფუნებას ეხა პავლეს მის არ იყოს არ არის რომ ესე აქ იდგნენ და რა ქვია ხელი აქ გამოსწვილი შენკენ და რომ ხო, მაგრამ მაინც ლოგიკურია რომ რაღაც ინდუსტრია რომელიც არ გაინტერესებს. იცი რა შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩემ შემთხვევაში როდის მომხდარა რა მე მაგ ხოლმე თქვა რაღაცა ნახევარწლიანი, ერთწლიანი ურთიერთობები და ერთ-ერთი მაგ დროს შემოდის ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინება და თქვა მაგ ხრივ ირჩევ რომ თქვა ამ კატეგორიაში ეს პერიოდი მეტი არავისთან აღარ ხარ რა. ეს ექსკლუზიური ხო, თანამშრომლობა. რო რაღაცა როცა ამას დამკვეთი არ ითხოვს და არ შენ არ გაქვს იურიდიული ვალდებულება, მაგრამ ერთგვარი ეტიკა შენი რომ ერთდროულად პარალელურად არ ემუშაო. თითქოს რაღაცა ასოციირება ერთმანეთთან. კარგ რეალობაში ეს ყველაფერი ანაზღაურებადი უნდა იყოს. მაგრამ ვიცით რომ არ ვარ კარგ რეალობაში. ხო, ეგ კითხვა მიჩნდებოდა რომ როცა ზოგადად თითქოს უთქმელად, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტი მაინც ჩანს და შენი კლიენტი ხდება ისეთი ბრენდი, რომლის ინდუსტრიაში ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, კამპანიებია და ასე შემდეგ, ლოგიკურად შენ რაღაცა შესაძლო კლიენტებს კარგავ, ხო? ესე რომ შეხედო გვერდიდან. და რა თქმა უნდა, ეგ ალბათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იდახარ, რომ თუ იმ ბრენდს აქვს ამბიცია, ნუ გასაგებია თქვა შეიძლება მე ვიძახი ის როგორ შემთხვევებში, რომ თქვა რაღაცა კამპანია გავუკეთე. და არის ღვინო პირობითად. თუ მას ეგ უნდა რომ მეტი აღარავის შენ ღვინოს აღარ გაუკეთო რაღაცა დროით მაინც, ხო, ნუ რავი. ხო, ნუ ამაზე უკვე შენი იმიჯი უნდა იყოს, რომ შენ გიყიდოს როგორც თქვა. თავისთავად რა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ლოგიკა არ არსებობს, რა ფრილანსერი ხარ, მოვიდა ერთი ღვინო გაუკეთე რაც უნდა და მოვიდა მეორე გაუკეთე რაც უნდა და. მაგრამ უბრალოდ კონკრეტულ სფეროებში იმდენად ცოტა მოთამაშეა აქტიური, რომ ამის განცდა არ აქვს დამკვეთს და ბრენდებს და ძირითადად საბანკო ფინანსურ სექტორშია ხოლმე ამის საჭიროება და ძირითადად ყოველთვის აფორმულირებენ იმას, რომ ექსკლუზივი არსებობდეს და სამშენებლო სექტორი წამოვიდა ეხა, რომელიც ყველაზე აქტიურია. თუმცა მანდაც ეგ განცდა არ არის, რომ ეხა მაინც და მაინც შენთან მოვა ვინმე და ვინმე სხვა რემუშავები. ანუ კითხვასაც არ სვამენ. ჩემ შემთხვევაში მაგალითად და მე თვითონ გამიკეთებია ეგ ფილტრაცია, რომ აი ეხლა ამას ვიმუშავები და არა ეთიკური იქნება, რომ ამაზეც ვიმუშაო. მე გულწრფელად ასსაც ვერ ხედავ რა კუთხით, იცი რა, კომუნიკაცია იმდენად, ზოგადად ბრენდი და მისი კომუნიკაცია. იმდენად თვითყოფადი უნდა იყოს, რომ იმის მთელი მუღამი ის არის, რომ სხვა დანარჩენი ყველა სამშენებლოსგან პირობითად განსხვავებული იყოს ისედაც და ის რო ანუ იგივე ადამიანმა სხვას არ რა გაუკეთო, იგივე არ გაუკეთო, თუ აი რა საფრთხე სად არის, რომ აი რა იგივე ის ხო არა ხარ რა ქვია ქსეროქსი რა. მან უბრალოდ ინფორმაციის გაცვლის საშიშროების გამოიჭერს მარტო ეგ არის ხოლმე რაღაცა. იმიტომ რომ როგორც წესი, როცა კამპანიაზე მუშაობ ან სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობ, თუნდაც შეხება გაქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, რაღაც კონკრეტულ დატასთან, მონაცემებთან, რომელიც ხშირად დამკვეთისთვის ღირებული ინფორმაცია და არ უნდა ამის, ასე ვთქვათ, მიმოცვლაში. გაშვება, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ეთიკა პროფესიული გამოიჩინო და არ გადასცე მესამე პირს ეს ინფორმაცია, მაგრამ შენ გამოიყენო სხვა დამკვეთთან ეს ინფორმაცია და ამით შეიძლება კონკურენციაში წააგოს მერე. და ეგ არის, ასე ვთქვათ, თავარი მექანიზმი, ასე ვთქვათ. თუმცა ჩვენ ბრიფებში ვერ ვიტყოდი, რომ რამე კონფიდენციალური ინფორმაციები არა ხელს აწევდა, ხო, გაუთქმელობის იმას, რომ გეხვეწები რო გეუბნები ეს ჩვენში დარჩეს და რომ წაიკითხა რომ ვერ ხვდები რა უნდა დარჩეს შენში. არაფერი შენში დასარჩენი არ არის. რა დამჭეს აქედა. რა არ თქვა რომ ვერ პოულობ რა უნდა აუდიტორია 20-დან ზემოთ. მაღალი შემოსო. აი არ ვიტყვი. აქედან არ გავა. ეს ძალიან კაი მომენტი არის. რო ვერ გამოგაკ აზრი
რა არის კონფიდენციალური მაგ ბრიფში. ერთი ესეთ რაღაცას ვფიქრობდი რა, შეიძლება ცდარი შეხედულება არის ჩემი მხრიდან, მაგრამ რამდენად არიან ფრილანსერები ინტროვერტი ადამიანები. აი მაგალითად, აი თუ შეიძლება ვთქვათ, რომ აი მარტო მუშაობა, მაგათ აი ქუცა შემთხვევა იყო, რომ რაღაც სახში ურჩევნია თავისთვის ჩაუჯდეს, რაღაცა კონცეფცია მოიფიქროს, რაღაც. აი ხა მაგალითად მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს, ანუ ყოველთვის ვამბობ ამას ღიად, რომ მარტო იდეა ესე არ მომივარ. ანუ აი თუ აი რაღაცა ბრეინსტორმინგის პროცესში არ ვართ და ვიღაცამ რაღაცა რო თქვა იდეა და იმაზე რაღაცა მე მომაფიქრდა, განვავითარე, აი რაღაცა გუნდურ პროცესში უფრო მომდის იდეები თითქოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომ აი, კაი, მოდი, გასაგებია დავალება რა არის და მოდი ახლა მე წავალ, ვიფიქრებ და მოვალ მე მოგიყვებით რაღაცა, ჩემ რაღაც იდეებს რა, აი ხო, თითქოს ეგეთი დამჭრშტაბეჭდილება, რომ ფრილანსერები ხო არ არიან აი ეგ ხალხი რა, რომლებიც მოდი წავალ, ვიფიქრებ და მე მოვრუნდების ამბობენ. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ჩემ შემთხვევაში არ ვთვლი თავს ინტროვერტად და შეიძლება არასწორად ვაფასებ საკუთარ თავს, მაგრამ მგონია რომ არ ვარ. თუმცა რაღაც გარკვეული ხასიათის ცვლილებები პანდემიის შემდეგ შემამჩნიე თავს, რომ ანუ შევიცვალე, ასე რომ ვთქვათ, სოციალიზაციის მიმართ ცოტა კითხვანარევი დამოკიდებულება მაქვს ხოლმე რიგ შემთხვევაში. მე მგონია რომ ძალიან ინდივიდუალურია და ესე ვერ განვაზოგადებთ ამ ინფორმაციას და დამოკიდებულია კონკრეტულ ფრილანსერზე. ჩემ შემთხვევაში ორივე ნაწილისგან შედგება სამუშაო პროცესი. აუცილებლად მინდა რომ განმარტოების დრო მქონდეს და თავად ვიფიქრო რაღაც კონკრეტულ იდეებზე და რაღაც დავაფორმულირო მონახაზები თუნდაც და მერე მაქვს იმის სურვილი და საჭიროება რომ ვინმეს გაუზიარო და უკვე მსჯელობის ნაწილში გადავიდეს იდეაზე ფიქრი და ორივე კომპონენტს აქტიურად ვიყენებ ხოლმე ისევ დღემდე. იგივე იყო სააგენტოს შემთხვევაშიც, ანუ აი ყოველთვის ვჭირდება ხოლმე რაღაც პირადი სივრცე იმისთვის, რომ მე თვითონ განმარტოვდე იმ დავალებასთან და მერე ეს იდეები ჩემთვის დავწონო ან მოვიფიქრო, იმიტომ რომ ვჭირდება თუნდაც იმის განცდა, რომ რაღაცის მოფიქრება შემიძლია. ანუ ერთგვარ სავარჯიშოდაც ვუყურებ ამ ყველაფერს, რომ ტვინი მუდმივად ვავარჯიშო. და რა თქმა უნდა, ოღონდ გუნდური მუშაობის უნარჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერე შენ როცა მიგაქვს შენ გუნდთან ეს იდეა, შეიძლება ერთი ადამიანი იყოს, შეიძლება 5 ადამიანი, შეგეძლოს ამ კრიტიკის მიღება ან იმ რაღაც ნიუანსების დანახვა, რაც შენ მანამდე ვერ დაინახე და მათ შეამჩნიეს და პირიქით. ან მგონია რომ ორივე ნაწილისგან უნდა შედგებოდეს სამუშაო პროცესში ჩემი პირადი გამოცდილებით, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია და ვის როგორ ხიბლავს. შეხედულებად, შევა ხოლმე შეხედულებად. ჩემ შემთხვევაში სალსახად, იმიტომ რომ რა და ინტროვერტი არ ვარ. პირიქით, აი ეგ რა არის, მაგრამ ეგ ხიბლი არსებობს. ეხლა ეს მე მაგალითად ჰომსის ამ წლების განმავლობაში კლასიკა არის, როცა კოპირაიტერი და დირექტორი წყვილში მუშაობენ, თქვათ რა და ყავდა ისეთი მეწყვილეები, თუმცა აი რეგულარული მეწყვილეები, როგორც გიო ქლიუიძე და მუსაკებურია და ნინო მიქაძე და სალი ნიკოლაიშვილი ძალიან მაგარი არ დირექტორები სულ. მაგრამ ის რაღაცა რომ აი ჩემთვის ბლოკნოტთან მუსიკა შემერჩია, ეგ ძალკე რომანტიკა არის, რომ ამ ბრიფს რომ მუსიკას მოარგებ და კურსასმენი გამეკეთებინა და ჩემთვის მეჯღაპნა რაღაცები და მე ისევ ამათთან მისულიყავი და აქედან აგვეცხრილა რაღაცები და აგვეშენებინა მიგვეშენებ გვექნა, მაგას კიდე ძალკე ხიბლის უქონდა რა. და ეგ ახლა მეწყვილის გარეშე რადგან ვარ და მარტო ვაკეთებ მაგას, სრულად ეგ რომანტიკა არის ამ წელს შემთთვის რა, რაც განპირობებული მაქედან არ არის არ შემთხვევაში, უბრალოდ ამას რაღაცა ეგ პირადი უნდა მოიწყო. ეგ ყველას თავისი აქვს რა, ეხლა მაგალითად იქ რომ ბრიფს რომ მივიღებდით ხოლმე სააგენტოში, ვიღაცა ვთქვათ მე ეგრევ შევოდი რომ პირველი ყავას ვისხამდი და ბლოკნოტს ვიღებდი და ვჯდებოდი მუსიკას ვიკეთებდი, ვიღაცა ასეიმნოთ მიდიოდნენ მაგალითად. ვიღაცა მიდიოდა სახში. იზახდა რომ მოიფიქრე, ხვალ მოიტან. კი ბატონო. ანუ ყველას თავის რაღაც სხვა შორის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ და ალბათ ვინც აი შემოაბიჯებს იმან ეგ გეხმარება ძალიან მოფიქრებაში. კი იდეა ისეთი რამეა, რას ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ყველგან შეიძლება დაგარტყას და ტრანსპორტშიც და აბაზანაშიც და ყველგან, მაგრამ
ის რომ შენ აი პროვოცირება გააკეთო ამ იდეების, რომ მოვიდნენ ეს იდეები და მოიფიქრო რაღაცა. ყველამ თავის რაღაც ამას თუ მიაგნებს, თავის ამ რაღაცა პატარა მექანიზმებს. კვადრატს, აჰა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე პირადად ეგ ძალიან მეხმარება. აჰა. აი რა მუსიკას უსმენ, მაგის შეხამებაზე თქვა თან მარტივი კი არა, 15 წუთი მიდის მაგაში. და ჩართავ თან მე აი ალბომს უსმენ. მაგაში მიდის დიდი ის უნდა რა შეჩიო, მაგრამ მე ეგ აი მაგ განწყობა მოაქვს აი ეს ხასიათი ზეგან პავლე რო იძახდა კონკრეტული რეჟისორი რო გახსენდება შენი იდეის ეგრევე განმახორციელებლად ან დიზაინერი ასე ეგრე არის ეს მაგ ხასიათს თითქოს მას გიშვება რა გაჭერინებს მაგ განწყობას მე იმ იდეებშიც და მნიშვნელოვანი არის ეგეთი რამეები მნიშვნელოვანია ძალიან ხო, რომ ინდუსტრიაში რომ მოღვაწეობ, დააძალო შენ თავს იდეების მოსვლა. იმიტომ რომ არ არსებობს სუერს იმაზე რა ქვია ფორმაში, ერთნაირ განწყობაზე, ერთნაირ ტონუსში, ერთნაირი შემართებით, ერთნაირი ეს ხო ჩვენი ყოველდღიურობა. ეს ხო არ არის რომ რაღაცა ერთხელ მოვიფიქრე და ის რა ქვია 6 თვე დავისვენე. სუ ეგ ხდება. ხან სულ ხასიათზე ხარ, ხან სულად გეძინა, ხან ვიღაცამ გაწყინა, ხან გეზარება, ხან რაღაცა და რაღაცები გჭირდება მაგის რომ გამოიწვიო ეს რაღაცა რა. მოიყვანს. ჩვენ პოდკასტში ყავს პარტნიორი ალმა, რომელსაც აქვს წინა ეპიზოდებს თუ გადახედავდით, ნახავდით, რომ აქვს კითხვა ჩვენს პოდკასტში, რომელიც ფორმულირებას ასე შეგვიძლია, როგორი როლი აქვს ან ქონია თქვენს კომუნიკაციაში ზოგადად გარე რეკლამას. როგორ ხედავთ ზოგადად ამ მედიუმს კომუნიკაციის ნაწილში, ნუ ეხლა ტრადიციულად რო შევხედოთ ერთ-ერთი ძველი მედიუმია სარეკლამო ინდუსტრიაში, ხო? თუნდაც ბილბორდები და ასე შემდეგ. ნუ ამ შემთხვევაში აქ გაცილებთ რომ მეტი მედიუმი არსებობს, არის რაღაცა ავტობუსები, გაჩერებები, მეტრო, გარე რეკლამა და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ ხედავთ ზოგადად აი ამ მედიუმს მარკეტინგულ კომუნიკაციებში? იქნა შენგან. საჭირო მედიუმად ხედავ. ერთ-ერთი კამპანია მაგალითად რომელიც თეგეტასთვის გავაკეთეთ, წამყვანი როლი ჰქონდა. გავაკეთეთ საგზაო ნიშნები, ალტერნატიული საგზაო ნიშნები და გარე ბანერებზე განვათავსეთ და ალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ და ასე ვთქვათ, ძალიან წამყვანი როლი ეჭირა ამ კამპანიაში. დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. ზოგადად ვფიქრობ, რომ საინტერესო მედიუმია, თუმცა ლოკალურ დონეზე მგონია, რომ ჭირდება რაღაც კონკრეტული განახლება თუ როგორ თქვა დამატებითი ფუნქციონალის დამატება, აი როგორ თქვა, ერთი მხრივ ცოტა პასუხისმგებლობის ნაწილი, ოღონ აქ უფრო დამკვეთების და ბრენდების ჭრილში ვხედავ. აი მაგალითად, ხშირად შეხვდებით ბანერზე QR კოდს და ანუ მოუწოდებ მძღოლს, რომ მანქანას როცა მართავს, ტელეფონი მიუშვიროს მაგალითად ბანერს და დაასკანეროს. ანუ ხო ვიღაცამ შეიძლება მართლა გააკეთოს, მაგრამ რეალურად ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ და მდებარეობს მნიშვნელობა აქვს აქ. და მეორე ტექსტები კიდე. კი, რა თქმა უნდა, რომ კითხვადი არ არის. და მეორე ასპექტი ის არის, რომ გაზომვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ნუ ვიყენებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა აუთდორ ბანერებს ვიყენებთ თვითონ კომუნიკაციაში რაღაც მექანიზმებს ვდებთ, აი პირობითად რაღაც უნიკალურ ტელეფონის ნომერს ან რაღაც უნიკალურ პრომო კოდს, რომლითაც მე ვცდილობ რომ დავაიდენტიფიციროთ, რომ რა შედეგი მოიტანა, მაგრამ დათვლა მარკეტინგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თვლის მექანიზმები ჭირდება იმისთვის, რომ თანამედროვე რეალობას აუწყოს ფეხი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ არხში, როცა რაღაცა ბიუჯეტს ვამისამართებთ, აქედან რას ვიღებთ. ანუ კი მოგწონს, რომ შეიძლება ლამაზი ბანერებია ქუჩაში, მაგრამ რა შედეგი მოგვიტანა ამას უნდა ვითვლიდეთ. თუ არ ვითვლით, პრობლემაა. ეხლა ვერ ვითვლით და რომ ვერ ვითვლით, ეს მექანიზმი უნდა გამოსწორდეს. კუცა შენ ხებლობა ხედვა როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე გაშლებს იმ კამპანიის ერთ-ერთი თავარი არის რაც ცოტა მენაკლისება ხოლმე და არავიზეთ იც არ ვიშვერ მეც ძალიან ბევრჯერ მიქნია ეგ როცა რაღაცა ხო იცი აი კამპანიის ვიზუალებს გამოიტან მოკლედ კრეატივი მაკლდება ხოლმე როგორც ესე რომ ავიღოთ ზოგადად ჩვენ
ინდუსტრიაში როგორ ვეპყრობით გარე რეკლამას, გონია რომ ნაკლებ კრეატიულად. ანუ თითქოს რაღაცის უბრალოდ მიბმული ნაწილია, როცა შედევრები არსებობს სამყაროში, რომელიც სრულად აიგივე ბილბორდებზე არის დაფუძნებული რა. ამიტომ მაგას ამოუწევდი რა. აი თითქოს ბრენდებს აქვს ბიუჯეტი და იგივე ვიზუალი უბრალოდ რომ იქ ხო, აი განთავსების ფუნქცია აქვს თითქოს და არა ათვისების. ანუ რეალურად ჩვენ ეს უნდა როგორც მედია რა ვითვისოთ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება პირიქით უფრო გაწყობდეს ეგ, იმიტომ რომ რაღაც ბევრი ხალხი ნახულობს, მაგრამ უნდა იყოს არა სულ არ ხომ ვიზუალურად დატვირთული კი არა მარტო. ამეთ რაღაცა იმ შინაარსად და კრეატივსად არედეს რაღაცა ცოტა საინფორმაციო დანიშნულება უფრო აქვს, ვიდრე შემოქმედებითი და არა და შემოქმედებითაც კარგი პლატფორმაა რა შემოქმედებისთვის სან და მართლა ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი და საამაყო ხო და თითქოს რაღაცა კრეატივს ხარჯავთ და აქეთ რაღაცა ნაკლებად და თითქოს აი იქ სადაც დავხარჯეთ კრეატივი იქიდან რაღაცა ელემენტი ავიღეთ და უბრალოდ აგეთ წამოვიღეთ. ანუ როგორც ცალკეულად ვითყოფად მედიას ნაკლებად უყურებთ ხოლმე აი ჩემ თავზე ვიძახი პირადად და ოღონდ ეგ ცოტა ხრივი რამე არის ეგ თვითონ ბრენდის გადაწყვეტილებაც არის ეგ რომ მოდი რა რაღაცა ისეთი გავაკეთოთ ქალაქში ამდენი ის არსებობს რა ქვია ბილბორდი სიტყვაზე რაღაცა იქ იყოს ვაფშე მთლიანი სარეკლამო რგოლი იყოს ეგ როგორ გავაკეთეთ რა გვინახავს ეგეთ ძალიან ბევრი აი მაგზაზე ნაკლებად თითქოს რაღაცა ის არის რა ქვია ამ დროს რავი მეც ვეთანხმები რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამეა რა კი ქალაქის ნაწილია. ჯერ უკვე ძალიან ისეთი რამე არის, რომ შენ ქალაქის შემადგენელი ნაწილია, გინდა არ გინდა, ესეა იერსახე არის რა. ამ იერსახეში უცებ შეიძლება რომ შენ რაღაცა ძალიან ისეთი ერთ-ერთი კამპანია მაგალითად აი რასამ უნდა რა სად არის. ასე იყო ეს რა ქვია ჰომსიზროს კამპანია, რომელზეც მოკლედ რო თქვა იდეა იყო ის, რომ რაღაც გინდა დასრულოს, რაღაც გინდა რომ გაგრძელდეს და რა სად დასრულებულიყო ეგ შეუხამეთ სად უნდა გვეთქვა საცობი და სად ოკუპაცია იმიტომ რომ თქვათ რაღაც გორში იყო ოკუპაციის დასრულებაზე საუბარი და გმირთა მოედანზე იმაზე რა ქვია საცობის დასრულებაზე რეალურად ეს უნდა აღიქვა ეს როგორც ნაწილი შენი ისი რა ქვია რა სათქმელისაც და კონტექსტისაც და კი ბატონო, მე აი ცოტა უკვე ბოლოსკენ რო წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, მაქვს ერთი ესეთი კითხვა, ბოლო კითხვა, ესე რომ ვთქვათ. მინდა რჩევა მივცეთ დამწყებ ფრილანსერებს. თქვენ ახლა გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, სააგენტოს გამოცდილება და ასე შემდეგ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თავიდანვე იწყებენ ფრილანსერობას, ესე რომ ვთქვათ, არ უნდათ რაღაც სააგენტოში მუშაობა, მაგრამ არ აქვს შეიძლება ისეთი სახელი, არ იცნობს დიდი აუდიტორია და ასე შემდეგ და აი რა იქნებოდა თქვენი აი ამ დენწლიანი გამოცდილების შემდეგ აი ეს რაღაცა მიგნებული პატარა ტიპები, ხრიკები, ბოდიში ამ სიტყვისთვის რო თქვი, მაგრამ მაინც წამომწდა. ხრიკები, რასაც გაუზიარებდით დამწყებ ფრილანსერებს. ეთყობა წინა ეს დიდი ამბები მოყვა რაღაცა ყველა კომენტარში. როდის უნდა დაიწყოთ ქართულად ლაპარაკი? როდის უნდა დაიწყოთ? დავიწყებ იმით, რომ გამოცდილება დააგროვონ ჯერჯობია ყველა ვარიანტში. რა, იმიტომ არა რომ რაღაცა შეიძლება ძალიან კარგადაც გამოგივიდეს, მაგრამ მე პირადად დღემდე მიუხედავად რაღაცა გამოცდილებებისა ამისა აი ხო იცი რომ გამოიხედა რომ გინდა რა სწორად მივდივარ იმიტომ სულ ესე 100% დარწმუნებული ძალიან რთულია ყველა იდეაში სულ მუდმივად იყო რა და აი მაგას იქიდან და დღემდე კი მაქვს ეგ და მით უმეტეს ახლა თუ ცოტა გამოცდილებით ხარ ჯობია თუ არის მაგის საშუალება რომ ჯერ აი გუნდში ხალხი ადამიანი როგორ მუშაობს როგორ კეთდება ეგ ნახო და მე შეუდგენ შენით არ უნდა მიხვი რაღაცა მოიტანს თვითონ მომენტი როცა შენ შეგაწუხებს რაღაცა ხო სადო ახალი რა ყველა ვარიანტში მე რაღაც ეგ პირადი აი წეგანას ვაპარაკობდი რაღაცა პირადი თუ მაგზას შეუდგა პირადი რაღაცის შექმნა ანუ განწყობა იმდენად რთული აი ახმა მუდმივად გეჭიროს რომ სახში ხარ და მუშაობ
ეგ არ არის მარტივი სულ ყველა ჯერზე. იქ ვიღაცა მოდის, ვიღაცა დაგიეკავ, შემოგძახა ქვევიდან, იმიტომ რომ ყველამ ისის რომ ფრილანსერი ხარ და თუ რამე ეთყვი რომ აი, წავიდეთ, როდის ამაქეს 14-ში წავიდეთ კაცო. ხვალვიზამ. მაგრამ ეს ხვალვიზამ შეიძლება ეგრე ძალიან სახიფათო ამბავი არის. ანუ რამენაირად შენ უნდა განეწყო, რომ ეს არის სამსახური შენავი. შენ ეხლა ამაზე მუშაობ. კი, შენ მოირიგერო საგინდა ზაღს გასეინებ, ყავაზე გადახვალი ის, მაგრამ შენ საქმე გასაკეთებ. აქედან თუ ამოვარდი ნამეტანი, მე შეიძლება ვეღარს ჩაჯდე მაგაში, იმიტომ რომ მაგან შეთყვება ის. რომ და ფორმაში უნდა იყო თან რა სხვა ეგ მასიზა. კონკურენცია დიდია თან მაგ კონკურენცია დიდია ხო თავისთავად რა. ეს არის ალბათ რაღაც მე პირველი რაც წამომივიდა თავში რა. მე ესეთ რჩევას მივცემდი, ვისაც უნდა ამ სფეროში და ინდუსტრიაში აუცილებლად დაიწყონ სააგენტოთი. შეიძლება არ მოეწონოთ ის სააგენტო, მაგრამ აუცილებლად მაინც სააგენტოს გამოცდილებით უნდა დაიწყონ. ყველა ვარიანტში და ეს გამოცდილება სააგენტოს გამოცდილებას გულისხმობ 1-დან 2 წლამდე მინიმუმ უნდა იყოს. 3 თვეში და 4 თვეში ვერ დააგროვებენ იმ გამოცდილებას და უბრალოდ იარლიყისთვის გამოიყენებენ. რეალური ხო, CV-ში რომ ჩაიწერონ, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ხოლმე ლივინგსტონში რომ ამითვე მოხვედრილი იყვნენ და მერე წასულიყვნენ. და ამ გამოცდილებით ვამბობ, ანუ მინიმუმ 1 წელი და კარგი იქნება თუ 2 წელი მაინც დაყოვნდებიან სააგენტოში და მიიღებენ ამ გამოცდილებას. მეორე რჩევა რაც მექნება, რომ აუცილებლად აი 10 რაღაც მათთვის საინტერესო ბრენდი ამოარჩიონ და ამ ბრენდის ისტორია ისწავლონ, ანუ გაეცნონ რა გაუკეთებიათ, როგორ მივიდნენ იქამდე, სადაც მივიდნენ. და აუცილებლად ასევე გაეცნონ ამ ბრენდების სააგენტოებს და მათ ასე ვთქვათ ნამუშევრებს. ოღონდ ნამუშევრებს უბრალოდ რაღაც ვიდეო რგოლს კი ნახავენ მხოლოდ, არამედ ნახონ ყველაფერი, ანუ პრობლემა რა ქონდათ, ბრიფი რა იყო, რა გადაწყვეტილება დადო სააგენტომ, რატო დადო, რა უძღოდა ამას წინ და ასე შემდეგ. ანუ ყველა ინფორმაცია შეისწავლონ და ფიქსირებენ მერე უკვე როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ანუ როცა პრობლემა არსებობს, ამ პრობლემიდან იდეამდე როგორ მივდივართ და მერე როცა კარგი იდეა ხორციელდება, რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს ბრენდისთვის. ანუ შეიხედონ სამზარეულოში, ასე რომ ვთქვათ და თუ ეს სამზარეულო მათთვის დაინტერესებს, მაშინ სწორ ადგილას არიან და მერე უკვე რასაც გიორგი ამბობს, რომ გამოცდილების დაგროვების ნაწილი რჩება მერე მხოლოდ და მერე უკვე თავისით გამოჩნდებიან ბრენდები. ხო, და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აუცილებლად იზრუნონ საკუთარ პორტფოლიოზე. მე აქ მუშაობ და ჩემზე გაიგებენ და მომაგნებენ, ესე არ მუშაობს და ჩვენ ცოტა ქართველებს, არ ვიცი, შეიძლება ჩემს სოციუმს, მაგრამ ზოგადად მგონია არ რაღაც ნაწილში ამ ასპექტში პროფესიულად თავის წარმოჩენა არ გვეხერხება. გულისხმობ, რომ აი ჩემთვისაც მაგალითად ჩემ თავზე საუბარი ხშირად დაკავშირებულია ხოლმე უხერხულობასთან, იმიტომ რომ აი ზედმეტად ხმამაღალი არ გამოვიდეს ჩემზე საუბარი, ან ზედმეტად რაღაცა ამ პარტავნებაში არ გადავიდე და ასე შემდეგ. ჩვენმა საქმემ უნდა ილაპარაკოს ჩვენზე, მაგრამ ჩვენი საქმე რო ნახონ, ადამიანებმა გვჭირდება რაღაც კონკრეტული პორტფოლიო და იზრუნონ ამ ყველაფერზე საწყისივე ეტაპიდან და თვითონვე როცა ნახავენ განვითარებას, როგორ რავი, 2 წლის შემდეგ უკვე ადრე რასაკეთებდნენ, დღეს რასაკეთებენ, თვითონაც ეს იამოვნებათ და ეგ პორტფოლიოც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვანაირად მუშაობს მერე ყველაფერი დასაქმებისაც და დაქირავების ბაზარზე. საქმემან ჩვენმა გამოგვაჩინოს პორტფოლიოში. კი, რა თქმა უნდა, ხო, არ ველოდოთ, რომ რაღაც ზეციური ნათელი დაგვადგება და ყველა დაგვინახავს. ანუ ჩვენ რაღაც ქმედებები უნდა განვახორციელოთ და ამ ქმედებებით უნდა დაინტერესდნენ მერე ბრენდებიც, რომ აი, მოდი ხوار გვეთანამშრომლა ერთმანეთთან. ანუ მე არ გეგონოთ ოღონ რომ მე ყველაფერი კარგად ქონდა გაკეთებული. ცოტა ხნის წინ დავიწყე ინსტაგრამის გაკეთება და ეგეთი ის არის. და გაკეთება და ანუ სწორია მართლა რა რომ თავიდან ძალიან მნიშვნელოვანი რჩევებია გეთანხმებით მეგობრებო ყველა წინადადებებში აბსოლუტურად და დაზოგონ რა ის რაც დავამატებდი რომ როცა მიხვალ წეღანას რატომაც მაგას ძალიან სულ აქცენტს იმაშვები რა რომ ფრილანსერად დროს გეზოგება
ანუ აი მაგას ფასი დაადო და მე გამოიყენო. რაღაცა კიდე ქნა რა, სხვა რაღაცა რა. იმიტომ რომ წესი და რიგით გეზოგება რა, იმიტომ რომ რა შენ ხელში არის და შეგიძლია რომ მართო ეგ და ყოველ დილით არ მიდიხარ სადღაც და საღამომდე იქ არ ხარ შესაბამისად რაღაცა მინიმუმ გითავისუფლდება და აი მაგის ყადრი, აი სიტყვა უნდა იცოდე რომ ეგ აი მეგობრებო რა სიტყვებს ვიყენებთ ჩვენ პოდკასტში მოგეხმარე ესე დაგვიფასე ეხა პირიქით რომ მოგე ეხა აღარ დროის ყადრი თანამედროვე სიტყვები გამოიყენეთ მეგობრებო აუ მე დავამატებდი ერთს ვიტყოდი კიდე რომ ძალიან კარგი თემა წამოწია გიორგიმ სამუშაო კულტურის შექმნაზე და ფორმირებაზე იზრუნონ და აი თუნდაც ფრილანსერობაზე როცა ვსაუბრობთ არ გულისხმობს უწესრიგოდ და უდისციპლინოდ მუშაობას როცა მოგვინდება და რა მოგვინდება ის ვაკეთოთ ანუ რაღაც კონკრეტული თვით მენეჯმენტი არის ყოველთვის აუცილებელი და სამუშაო ვისაც როგორი სამუშაო კულტურა რა თქმა უნდა მოწონს მაგრამ უნდა იზრუნონ ამის ფორმირებაზე იმიტომ რომ ამ კულტურის გარეშე არ გამოვა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სულ ეგ პრობლემა ხდება მე მაგალითად რომ ადამიანებს არ აქვს გამოცდილება და მეც შემიმჩნევია საკუთარ თავზე რომ აი ეს გამოცდილება არ მაქვს და რომ მქონოდა ეს შეცდომა არ მომივიდოდა და ასე შემდეგ. ანუ როცა სხვასთან მუშაობ, სხვა ესე თანამშრომლები კულტურის გარეშე ვერ იმუშავებ. ანუ აი შეჯახებები იქნება ძალიან ბევრი და რეალურად ჩვენ ტანდემი გვჭირდება და სინქრონი და მაგისთვის რუტინა ის არის აუცილებელია რა. კი რა თქმა უნდა. კი ბატონო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი საუბრისთვის. ძალიან კარგი საუბარი გამოვიდა. მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. მოკლედ არ მეგონა თუ აი ესეთ ცალკე სხვა ფორმატში გამოვიდა. ფაქტობრივად ეხა ჩვენ წინა ეპიზოდები ცოტა უფრო სხვა ფორმატში ქონდა, სადაც უშუალოდ კონკრეტულ კამპანიებზე ქონდა საუბარი და დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტულად წავედით უფრო სიღრმეებში მიმართულების დონეზე და მინდა რომ გავაგრძელო ეტაპობრივად ხოლმე ეს მიმართულება. მადლობა მოწვევისთვის მეგობრებო. მადლობა. ძალიან გამიხარდა ჩემთან რომ მიყავით სტუმრად ერთ თოქში. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაასაბსკრაიბეთ. სულ მავიწყდება ხოლმე ამის თქმა, მაგრამ ნუ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში დროებით.